მილსაფართა თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტიდან დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანი ამბობს, რომ ლილოს ტერიტორია ყველა საჭირო და ძირითად მოთხოვნას პასუხობს. გადაწყვეტილება უწყებათა შორისი კომისიის ხდომაზე მიიღეს. თავარი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, ეს არის ტერიტორიის საკითხი, სადაც გადავა დროებით კაროების ქალაქი, ანუ კაროებს გადავიტანთ და პარალელურ რეჟიმში იქნება იქ შესაბამისი მშენებლობის პროცესი. ეს არის დიდი ლილოს ტერიტორია, კახეთის გზატკეცილიდან, ანუ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მარცხნივ გადასახვევი. საკმაოდ ესეთი ძირითადი მოთხოვნები, რაც წაეყენება ამ დაგვარ ტერიტორიებს, ამ ყველაფერს პასუხობს და აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ დავიწყებთ იქ ძალიან სწრაფად შესაბამისი პროექტის მომზადებას და მერე უკვე ამ გაზაფხულზე მშენებლობას, მაგრამ პარალელურ რეჟიმში გადავიტანთ ამ კაროებს. ხარჯებთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელებთ და მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიმდებარეა, დაევალა ეს საკითხი და მასვე გამოეყოფა ბიუჯეტიდან დაფინანსება. მთავრობას წარდგენილია სტანდარტები, რომლებიც უახლოეს მთავრობის ხდომაზე დამტკიცდება და ამ სტანდარტების მიხედვით გაკეთდება აღნიშნული თავშესაფარი.